15 წელი ნიუ-იორკში ქრონიკა ამერიკაში ილუზიონის წამყვას ოთარ სეფიაშვილს შეხვდა პოპულარობა, სირთულეების საბჭოთა ცენზურა და საქართველოსთან დაკავშირებული მოგონებები. ოთარ სეფიაშვილს ბექა ელბაქიძე ესაუბრა, ის ახლა ნიუ-იორკიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საღამომშვიდობის, ჩვენ განვაგრძობთ ქართული ისტორიების მოყოლას ნიუ-იორკიდან. მე ვფიქრობ, ადამიანი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ყველა თქვენთაგანის ახალგაზრდობის და ბავშვობის მეზღაპრე იყო. ადამიანი, რომელმაც საბჭოთა უძრაობის ბოლო 10 წლეულში დიდი პროჟექტორი აანთო ეკრანიდან და რკინის ფარდის მიღმა ჩაკეტილი საზოგადოება ჭეშმარიტ კინოხელოვნებას აზიარა. მაშასე თქვენს წინაშეა გადაცემა ილუზიონის წამყვანი ოთარ სეფიაშვილი, რომელიც უკვე 15 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და ძალიან ენატრება საქართველოს. მისი სამშობლო ახლა ერთ პატარა ოთახშია მოქცეული და მონატრებას სახელად თბილისი ქვია. წლების შემდეგ თავაზობთ ოთარ სეფიაშვილის ყველაზე გულწრფელ ინტერვიუს ქრონიკასთან. Quincy-ს ამ პატარა Forest Hills-ის ქუჩაზე არავინ იცის, როგორ იწყებოდა ქართულ ტელესივრცეში ყველაზე ამაღელვებელი ისტორია. თუმცა იციან, რომ ამ ისტორიის გმირი ამავე ქუჩის 108 ნომერში ცხოვრობს. საბჭოთა საქართველოს ილუზორული სივრცე ამ მუსიკამ პირველად 1991 წლის 1 იანვარს გაარღვია. ძალიან პოპულარული გადაცემა იყო. მე თქვა რომ დიდი ჭერმეწმენი ვიყავი მეთქი, ამას ვერასოდეს ვერ დავიწყება. იმიტომ რომ რატომღაც უნდა მქონდა თავში ჩამჯდარი. რომ თუ გინდა რომ ძალიან თამამი იყო ტელეეკრანზე, უნდა იყო ან იდიოტი, ან ჩიჩერონი. მე ჩემთავს არც ერთს მივაკუთვნებდი და არც მეორეს. ძიებაში ვიყავი, რა განაპირობებდა ამ გადაცემის ასეთად პოპულარიზაცია. მე ვფიქრობდი, რომ ალბათ ის რომ საზოგადოებრივ ფილმებს ვჩვენებდით. ქართულ ტელესივრცეში ღია ექსპერიმენტი შოკის მომურველი აღმოჩნდა. შაბათი დღის დადგომას და 11 საათის შესრულებას მაშინ ყველა სულმოუთქმელად ელოდა. თუმცა უზომოდ პოპულარული ღამის კინოილუზიები საკავშირო ცენზურას უყურადღებოდ დიდხანს არ დარჩენია. რომ გითხრათ, რომ უკიდურესად მიდიოდა ეს პროგრამა, არ ვიქნები გულწრფელი. განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი კონფლიქტები მქონდა. რამდენჯერმე თქვენ იცით, რომ დახურეს კიდევაც ილუზიონის პროგრამა, მაგრამ ყველაზე დიდხანს დახურვა გასტა და ორი კვირა, იმიტომ რომ მაყურებელი მიხვდა, რომ დახურეს ილუზიონი და ფაქტიურად წამოვიდა ზღვა წერილები არა მარტო ჩვენთან, არამედ ცენტრალურ ტელევიზიაში. ცენტრალურ ტელევიზიაში იმ დროს ცენტრალური ტელევიზია ცეცხლივით ეშინოდა ამ გადაცემის ხსენების. მის მიერ შერჩეული ფილმები ყოველთვის განსაზღვრავდა განწყობას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას. მაშინ ილუზიონში გასული ყველა ფილმი მოსაწყენ ყოველდღიურობას ცვლიდა. მისი წამყვანი კი ახალი სამყაროს გზამკვლევი იყო. ამიტომაც შერაცხა რკინის ფარდის მიღმა ჩამწყვდეულმა საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე პატივსაცემ მეზღაპრედ. ეხლა მახსოვს ქალი იყო ტაქსის შოფერი. ამოიღო პაპიროსის კოლოფი და მითხრა, დამიწერე რომ ჩემთან ტაქსში იმგზავრე, თორე არ დამიჯერებენ სახში რომ მივალ და ვიწყვილ, რომ დღეს ილუზიონი ვატარებ. ეს სიკეთეა, იცით? ხალხის ბუნებიდან გამომდინარე სიკეთეა. ოთარ სეფიაშვილის ზღაპარი 1995 წელს დამთავრდა საბჭოთა მმართველობასთან ერთად. წინ კი ნანატრი თავისუფლება გამოჩნდა. როგორც ამბობს, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც 80 წლის ასაკში მისი ფანჯრიდან თბილისის ანძის ნაცვლად ნიუ-იორკის გლობუსი გამოჩნდებოდა. მისი საქართველო ახლა ამ პატარა ოთახშია ჩაკეტილი. თუმცა თვითონ ამას არა ნოსტალგიას, არამედ მონატრებას ეძახის. თბილისი გენატრებათ?
ძალიან ძალიან სხვადასხვა ერთი სამი არა 4 წლის წინ თხოვა ერთმა მეგობარმა და დავწერე სტატია მონატრება ქვია არა ნოსტალგია არამედ მონატრება ნოსტალგიას რაღაც დაღველი ახლავს და მონატრება მაინც სხვა არის გულწრფელად გეტყვით და რაც უფრო მეტ ქართველს ხვდები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, დღითიდღე უფრო ვრწმუნდები და თანაც ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე. სადაც არ უნდა წახვიდე და როგორც არ უნდა იცხოვრო, ვერასოდეს დაივიწყები იმას თუ საიდან მოდიხარ და ამას საქართველო ქვია. მე საუკეთესო მომავლის იმედით გემშვიდობებით დროებით.